და გამონაკლისი და გამორჩეული ბოლო წლების ამ საკმაოდ ცუდი რაღაც განსაკუთრებული სიჩქარეები ჯერ არ ჩანს, მაგრამ აქ შეიძლება თამაში გამწვავდეს, ტაბატაძე აწვის ბურთს საჯარიმოში დარტყმა და ხარიხას ხვდება ბურთი გადარჩა ქუთაისის მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წუთისთვის იბერიას 12 ქულიანი უპირატესობა აქვს დინამოებთან და ნახოთ ეს ჩაწოდება ძალიან მწვავე მომენტი ძელს ხვდება ბურთი გადაურჩა ამ ეპიზოდში გაშულით 0 რამდენიმე დღის უკან და ეს გამოცდილება ამ კუთხით უმაგრებს ზურგს აქ მამაგეიშვილია ყურადღების ცენტრში კარგი ცრუმა დარტყმა და ცხინვალე გოლი გიზი მამაგეიშვილის შესრულებით ანგარიში გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში შეხვედრის 24 წუთზე გიზი მამაგეიშვილი გატანილი გოლის ავტორი ვნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით არანაირი თამაშგარე ქობულაძის გადაცემის შემდეგ გიზი მამაგეიშვილი იღებს ბურთს უახლოვდება საჯარიმოს გაითავისუფლა თავი დაარტყა ძალიან ტექნიკურად შემოატარა მცველებს ბურთი და გახსნა ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში ეს გოლი უნდა იყოს დასაბამი ამ შეხვედრაში ძალიან მაღალი ტემპისა წესიდარეგით ქუთაისელები ახლა დიდი ძალებით წავლენ შეტევაში და წესიდარეგით არაჩვეულებრივი შეხვედრა უნდა გამოვიდეს ჯამში კიდევ ერთხელ ეს მშვენიერი ბრწყინვალე გოლი რომელიც გაიტანა გიზო მამაგეიშვილმა დღევანდელ შეხვედრაში ასე რომ ანგარიშის განმავლობაში გამთამაშებლის პოზიციაზე უწევს უკან დახევა და იგივე მამუჩაშვილი და ბასილაძე უფრო აქტიურად და იგივე ღუდუშაური უფრო აქტიურად პოულობენ სივრცეებს უშუალოდ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ადრეჩის ეს მოგებული ორთაბრძოლები კი ხდება იმის წინაპირობა რომ ქუთაისელები ხშირად არიან ბურთით ამ შემთხვევაში ვნახოთ თუ გავლენ დასარტყმელ პოზიციაზე და ინიშნება 11 მეტრიანი იბერიელთა კარში და 42 ალბათ უკვე 43 წუთზე ქუთაისელები მიიღეს მთელი ყურადღება რა თქმა უნდა იბერიელთა კარისაკენ არის მიმართული ალეკო აფციაურმა მისცა ნიშანი იმისა რომ ეს პენალტი შესრულდეს დარტყმა და 1-1 მოახერხეს ტორპედოს მოთამაშეებმა წონასწორობის აღდგენა და ვლადიმერ მამუჩაშვილს და მეხუთე თქვენ პენალტს ადევნოთ თვალყურს კიდევ ერთხელ საპირისპირო ფლანგისკენ გადახდა მაკარიძე ვერ გამოიცნო ამ შემთხვევაში კუთხე მამუჩაშვილი კი შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ ამ შემთხვევაში შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა იგი შეტევაში და დაცვაში ძალიან კარგად მოქმედებს ძალიან სწრაფი და ტექნიკური გახლავთ ქუთაისელთა მეორე ნომერი აქ მამაგეიშვილის დარტყმა და მეორე ძალიან ლამაზ გოლთან ისეთი რომელიც ძალიან კარგად იცნობს მნობრივია ამ შემთხვევაში მეტოქე გუნდს ქობულაძე შორიდან მოამზადა დარტყმა და დაარტყა იყო ასხლეტა და იქნება კუთხური მე მგონი მამუჩაშვილმა არ მოაწვის ნახოთ მეორე სართულზე ვინ აღმოჩნდება უკეთესი აგიაკო და ჯგირინაია კვლავ საჯარიმოში არიან იბერიელთა ცენტრალური მცველები დერეკ აგიაკო იყო პირველ ეპიზოდში ერთ-ერთი იშვიათი მცდელობა ქუთაისელთა მხრიდან მეორე ტაიმში პოზიციურ შეტევაში გადასვლის ახლუდიანმა შეძლო ბურთის მოპარვა და ჩაჭრა ამ ეპიზოდში შევიდა საჯარიმოში შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა და იყო თუ არა კონტაქტი როგორც ჩანს იყო და იბერიელებს შეუძლიათ დღევანდელ შეხვედრაში უკვე 4 მის შემდეგ უკვე იური ტაბატაძე შეასრულებს ამ პენალტს ქუთაისელთა კარში გამორბენი დარტყმა ზუსტია და იბერიელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ დღევანდელ შეხვედრაში 2-1 ნახოთ ქუთაისელებს ეყოფათ თუ არა ძალა ამ ბოლო წუთებში წონასწორობის კიდევ ერთხელ აღსადგენად გია გეგუჩაძე იყო თქვენს ეკრანებზე რომლის გუნდით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის მოგება სათამაშოდ მამუჩაშვილი ისევ მარჯვნივ პასი რაფაელ იმას მიმართულებით ჩაწოდება საჯარიმოში ბიორნიოსენი თქვენ ჯერჯერობით გრძელდება თამაში ეს უკვე საფინალო სასტვენის ხმა გახლავთ ალეკო აფციაურია თქვენს ეკრანებზე რომელმაც შეხვედრა უკვე დაასრულა გიზო მამაგეიშვილის